მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს 11 ოქტომბერია, გიბრუნდების სპორტული სიახლეები. ჩვენი მე მინდა აუცილებლად გაგიზიაროთ ახალი ამბები, რაც შეეხება სოფლიო შესარჩევი ჯგუფური ეტაპები, განახდა სანაკრებო მატჩები. როგორც მოგეხსენება, ჩვენი თამაში და მთავარი სასაუბრო თემა ესპანეთს კი სტუმრად ვეთამაშებით ჩვენ ესპანეთში, ჩვენი ბიჭები ჩასულები არიან და რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მეორე მატჩის მოგება მოახერხოს და ამ შემთხვევაში კი საქართველოს 6 ქულა ექმება ესპანეთს და საქართველოს პრინციპში, მაგრამ მე ვიტყოდი ესპანეთს კი ძალიან დიდი დანაკლისი აქვს. ძალიან დიდი დანაკლისი სიმხრივით თუ ჩავთვლით, რომ 6 წამყვანი უმაღლესი დონის ფეხბურთელები აკლია, ასევე ლამინი ამალი, დანი ოლმო, ფაბიო ლუისი, ასევე ნიკო ვილიამსი და როდრი და რაც შეეხება დანი ოლმოს გუშინ, რა თქმა უნდა, როგორც ვიცით, ჩვენ გუშინ გავიგეთ ეს ინფორმაცია და რას სტატიას დავიკითხე ესე სპორტულ გვერდზე იდო, რომ დანი ოლმომ ვარჯიში დროს კუნთები დაიზიანა და ვის გამო საეჭვოა დღევანდელ მატჩში მონაწილეობის არ მიიღებასთან დაკავშირებით. საეჭვო არა, ეს მიიღებს თუ არა, მაგრამ დიდი ალბათობით დანი ოლმო ვერ დაეხმარება დღეს ესპანეთის ნაკრებს. ჩვენს ნაკრებს, რა თქმა უნდა, ლუკა როჩოშვილი ვერ დაეხმარება ყვითელი ბარათის გამო. დღევანდელ შეხვედრაში სამწუხაროდ ეს არის ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ კიდე ერთი კარგი ამბავი გვაქვს ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია სრულიად სარყოფნაშია. ხვიჩა კვარაცხელია სრულიად გამოჯამთრდა და ხვიჩა კვარაცხელია კი დღევანდელ მატჩში ჩვენ ნაკრების დახმარებას შეძლოს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია კიდე ერთხელ გეუბნებით და ძალიან რადიკალურად შეიცვლება მოვლენები. საქართველოს დღეს სასურველ შედეგს თუ დაძლევს და სოფლიო შესარჩევი ჯგუფიდან თუ გავედით, კვალიფიცირდება სოფლიო ჩემპიონატის 2026 წლის, რომელიც ამერიკაში, კანადაში და მექსიკაში გაიმართება. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ და ლაიქეთ. მე დაგიბრუნდებით, სადღაც 3 დღეში გვექნება მორიგი ვიდეო ჩაწერას ახალი სპორტული ამბებით. ეხლა 22 საათზე